მუსიკა ღვინო და სამზარეულო ქართულ ფრანგული საღამო ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა ორი ქვეყნის კულტურა და ქართულ ფრანგული ღვინოების დეგუსტაცია. სპეციალურად ამ დღისათვის საქართველოში ფრანგი და იტალიელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ ქართულ სასმელს, სტუმრები მუსიკის ფონზე აგემოვნებდნენ. ფრანგმა და იტალიელმა სომელიებმა ღვინო იქ დააგემოვნეს, საიდანაც მისი ამბავი იწყება. ფრანგული და ქართული 16 სახეობის ღვინის დეგუსტაციამ საღამოს ქართულ-ფრანგული არომატი. პრეტენზიულ დეგუსტატორებს კი ახალი ემოცია შესძინა. ანუ მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, კახური ტექნოლოგია და თეთრი საფერავი დაგემოვნებულ 16-ში მართლაც გამორჩეულია. ქართული ღვინო მართლაც საუცხოო, არაჩვეულებრივი არომატი აქვს. ღვინის ისტორია სწორედ აქ იწყება. მე მოხიბლული ვარ. ყველა პირობაა იმისთვის, რომ ქართული არომატი ბევრად უფრო პოპულარული იყოს. ესეც სომელიების დასკვნებია, რომელიც ალბათ თავის დროზე ქართულ თავადსა და ღვინის ნამდვილ მოყვარულს ალექსანდრე ჭავჭავაძეს გაახარებდა. თუმცა გვიანი არასდროსაა იმისთვის, რომ ქართული ღვინო დააგემოვნო. სიმბოლურია, რომ სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძის ბაღში გამართულმა საღამომ ქართულ ღვინოს ახალი და გავლენიანი გულშემატკივრები შესძინა. ეს გარკვეულწილად არის ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიება, რადგან ისეთ ავტორიტეტულ წარმოებას, როგორც არის საფრანგეთი, ქართული ღვინოები ნამდვილად ღირსეულ კონკურენციას გაუწევს დარწმუნებული ვარ და შესაბამისად ამას იქნება საერთაშორისო გამოხმაურება. ქართულ-ფრანგული შეკრების იდეა ვინსენტ ლაპარტიანს გაუჩნდა, მაშინ როცა წინანდლის ბაღი ერთი ნახვით შეუყვარდა. როგორც კი ვნახე წინანდლის ბაღი, მივხვდი რომ აქ უნდა ყოფილიყო ასეთი საღამო. აქ ყველაზე კარგად იგრძნობა ფრანგულ-ქართული არომატი. დარწმუნებული ვარ, თითოეულმა სტუმარმა დიდი სიამოვნება მიიღო. საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა საღამო ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა დირიჟორმა წინანდლის ბაღში ცნობილი კომპოზიციები ააჟღერა. არაჩვეულებრივი საღამოა. მოხიბლული ვარ თქვენი თავადის ადგილმამულებით. აქ მუსიკასაც თითქოს განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს. მე მგონი ყველას ამაღლებული განწყობა აქვს. ფრანგულის და ქართული ღვინის დღესასწაულია, სიმფონიური ორკესტრი უკრავს და მე მგონი რომ ეგეთი რაც უფრო მრავალი იქნება ეგეთი საღამოები, ადამიანები ფიქრობენ მხოლოდ კარგზე. თვალის მომჭრელი ფეერვერკის შემდეგ ფრანგულ-ქართული შეკრება დასრულდა. იმ იმედით, რომ გავლენიანი სტუმრები ქართული არომატის აბავს სხვებსაც მოუყვებიან.